Anoit მეგობრებო, Tesla ყავს მდგომარეობას დაგათვალიერებინებს განახებ. ეს კრილოა ამ Tesla-ზე ჩაკერებული. აი აქედან როგორც ხედავთ, მოკლედ ეს კრილო გვიწევს შეღება კარებით შენაცვლელი თეთრი კარებით დასაშლელი გვაქვს. მოკლედ ველოდებით ჩვენ გეორიკას, მოვა ჩვენი გეორიკა და დაგვიჩლის ამ ყველაფერს. პერეხოდი გვიწევს კარებზე. რაც შეეხება საბარგულზე არ შევალთ პერეხოდით იქიდან გამომდინარე რომ ისედაც კრილოდან და კარებიდან ესე გეტყვით ესე განახებთ ანუ აი როგორც ხედავთ ტონალობაში მაინც სხვა აქ ხედავთ ის ღია ის მუქია რა აქედანაც დავადგეთ აქედანაც ანალოგია რა ანუ ქართული ესია რა ყველა Tesla-ს ესე აქ დაუკვირდებით გინდათ ვისაც შეუღება ვიყავთ რა ანუ ტონალობაში ყოველი საკეთა მხარე სხვა არის ეთყობა ცალკე ღებოს ეთყობა Tesla-ამ დეტალებს და მიკრონებში რო ზომაო აქ ბევრად დაბალ მიკრონებს ანახებს აქ 1 ტონით მეტ მიკრონებს ანახებს ანუ იქ თუ 109 არის აქ არის 175 125 ეს 155-დან ზემოთ იქ მაქსიმუმ 129-100-მდე რა მოკლედ აქაც ანალოგიურად მოგვიწევს საკეთა მხარესაც შეღება აქ აღარ გადავალთ ხარჯებში აღარ შევალთ და დანარჩენს აქ ყველაფერს მივხედავთ რა აქეთა მხარესაც ესეთი გასმული აქ უკვე არ ვიცი რა მხარად მოგვიწევს ვინმე საპერეხო ადგილი გჭირდება მე ამ კრილოსთან რო ფერში არ ავწდეთ შეიძლება ციოდ გასწორდეს და დანარჩენს დავაპერეხოდოთ როგორც გვაქვს ჩაფიქრებული და დავამუშაოთ ეს ხარი ბამპერი გასაკეთებლად გვაქვს დატოვებული შიდა სამუშაოებია ესეთი სამუშაოებია ჩასატარებელი ეს საბურავიც უნდა მოხსნათ შინთაც მიუდგეთ და დანარჩენს უკვე დეტალებით უკვე განახებთ როგორ მივიწევით ნენელა წინ ჩამომეგობრებო. მეგობრებო გავასრულეთ ფარი წეროდა ეს ყველაფერო ბევრად დეტალურად. ნახოთ კრილოს პრობლემები. ერთი დეფექტია კაიქ ზემოთ. მეორე დეფექტია ის პატარა, ერთი დეფექტია აი აქ ქვემოთკენ არკასთან და მესამე არის აი როგორც ხედავთ აი ეს ადგილი აქ. კიდე პრობლემა ამ ადგილას ეს ადგილი რო გსამუშაო, ერთი წერტილი აქ აგვაქვს. მეორე აი იქიდანაა თავს იშვერს. და შიგნითაც დაგათვალიერებინებთ, განახებთ შიგნით ესეთ სამუშაო გვაქვს, ეს ყველაფერი ნაგვებს გავასუფთავებთ და რა თქმა უნდა, ისევ თავის გარხრულ გერმეტიკს წაუსმევთ. აი ეს მდგომარეობა გვაქვს აქ, დანარჩენი იდეალურადაა მიკერებული, გარხრულ ზაკლეპებზე აყვანილი, როგორც უნდა იყოს. აი ესეა გაკეთებული. და აქაც სამუშაოა ესა გვაქვს ქვემოთ და ზემოთ მოკლედ. მეგობრებო ეს გავასუფთავეთ სულ ყველაფერია ეს ჟანგები რაც იყო სულ ყველაფერი მოვაცილეთ. ანალოგიურად ეს ადგილი რომ მომავალში პრობლემა არ ქონდეს არანაირად არაფერი აყრა და ჟანგის წასვლა რო არ ქონდეს. ამ ეტაპზე ვარ შიგნით არ დაგვიწყე შიგნითაც გავასუფთავებთ ამ სულ ყველაფერს. მოკლედ მეგობრებო შიდა მხარეა ეს გერმეტიკები წაუსვით აი ესე მოკლედ აქეთა მხარე ამარძოტორის მოხსნა მოგვიწია რომ იქ მიმდგარ ვიყავით ეს ამარძოტორი ესე თავის ადგილას წავა ეხლა დაგვრჩა აქ შიგნით დამუშავება და ესე მწვანე ფერი ლურჯი ფერი რაც აქვს სულ ყველაფერი რომ გადავფაროთ თავის მაქის ქარხნულ ფრად და გარეთა სამუშაოები რაც ეხება გარეთა სამუშაოები ესე მიმდინარეობს კანტის ფორმას მიმდინარეობს აქეთა მხარეს ესე გავაკეთეთ Так, უკანა მისი ბამპერი იქეთ მზეზე გვიდევს, მაგასაც განახებთ. აი ესეთი მდგომარეობა აქვს. ეს და ეს ჩვენო მახათელა მაგლამაზად ჩააკერა, ჩაამატა, აი როგორც ხედავთ, იდეალურად, აი ეს დაგლეჯილი ადგილით ჩაამატა იდეალურად სეტკის და მეზობლის ღობეს გარეშე ჯიგრულად გააკეთა. Так, ეხლა მაგას ყველაფერს დავამუშავებ ჩვენ და გადავალთ მე შემდეგ ეტაპზე რომ დაიგრუნტება მაგასაც განახებთ. ამაზე რაც შეეხება კარებზე ქონდა ეს პრობლემები, ამ პრობლემებსაც ახლა დაგათვალიერებინებთ განახებთ. ერთი იყო აქ მასიური წავიდა ებოქსიტი. მეორეა ექონა კარის დარტყმული და მესამე წერტილი იყო ეს, ეს კარიც უკვე დამუშავდება თლიანად დაიგრუნტება და უკვე ალბათ საბოლოო ვიდეოს გადავიღებ უკვე ეს ყველაფერი დამუშავებული შიგნით რო იქნება. იქ გადავიღებ უკვე განახებთ. აქ მდგომარეობა გახსოვთ, აქ ესე ქონდა მდგომარეობა ჩავარდნილები იყო, ესაც მოიხო და გასწორდა. აქ ესა შევღებავთ ჩვენ აქეთ აღარ გადავალთ, იმიტომ რომ მოგვიწევს ზედა მხარეს პლანკის დაშლა გაკეთება და ამაზე არც ვიყავით ჩვენ დალაპარაკებულები. მაგ პატარესი და ტეხილაკაკ სავარაუდოდ დაიტოჩკება, ან ალბათ სავარაუდოდ
სავარაუდოდ არჩევა ესე გადავიდე, ეს შევღებოდა, საჩუქარი გავუკეთოთ მომხმარებელს, მაგრამ მე უკვე პრობლემა გვექნება საბარგულის და ამის შორის გვექნება პრობლემა, რომ აქედან უკვე ერთად მიდის ფორმა და აქ როცა კუთხეა, აქ კიდე შეგვიძლია მოვიპაროთ, იქნებ სხვაობა ისედაც აქ ქარხნულად რო დაუკვდეთ აქ და აქ ყოველთვის სხვადასხვა ფერი, რომ სხვა კუთხით უდგება ერთმანეთს რა და ხო და ვნახოთ რა როგორ იქნება რა, როგორ გამოგვივა, მოკლედ ეს და ეს, მოკლედ და შეხედოთ აწეული რო არის, აქაც უკვე ფორმა სხვა ფერში ურტყავს. აი ხა შუქს ავანთებ, მაგასაც განახებთ, ანუ ოპ. აქაც უყურეთ, ანუ ფერების სხვაობა როგორ ხდება, ხედავთ ხო, ანუ ეს დგას ზემოთკენ, აგოში სხვა ფერია, აგოში სხვა ფერია. ანუ როგორც იცვლის კუთხეს, ეგრევე ფერი იცვლება და აქ კიდე პოლიმენი სხვაობაა რო აქ, იმიტომ რომ მოხრა აქ. აქ უკვე ერთმანეთს უყურებს, აქ როგორ ამდენად გამოგვივა, ვიცი, ვნახოთ შეიძლება ესაც შეიძლება აზე მოვიყონოთ რაღაც ესე სხვაობა. თუ როგორ გაკეთდება ფერი, თუ ძალიან ახლოს იქნება, სავარაუდო და პატარა პროცენტულობა თუ იქნება სხვაობა, ალბათ ამ ზედა მხარესაც მივაყოლებთ. აი ვნახოთ ტესტს რო გავიგეთებენ, იქიდან გამომდინარე მე უკვე ვიმჯელოთ. იგი მეგობრებო, ყველაფერი დავალაგეთ. აქ აი ეს პატარა პრობლემა აქ რასაც ხედავთ შუაგულზე, აქ აღარ დავამუშავეთ, იმიტომ პერეხოდის კარები გვაქვს. ამას დავტოჩკავ და მე ზემოდან გადავლაკავთ, ამას კიდე ცივად გაასწორებენ. აქედან მუშაობა აღარ დავიწყებთ, რომ მე შევა გაქცეულიყო და აქ საპერეხოდო აღარ გვეყოს და ასე შემდეგ, მოკლედ აღარ გაურისკეთ, საპერეხოდო კარები დავტოვეთ, ეს დაიტოჩკება და ის ცივად გასწორდება. დალში რაც შეეხება ამ კარებს, ეს ყველაფერი ასუფთავებული გვაქვს, ნახევრად მაგიტო გვაქვს. შეფუთულის ქვედა მხარე დავაბეშუმეთ, ეს კრილო ხო ჩაკერებული კრილო გვაქვს ჩვენ, ეს კრილოს დავამუშავეთ აი ესე. ეხლა შიგნით ამოვბურავთ აი ამებსაც, რაც გვაქვს ამოსაბური იმებს, ყველაფერს იქეთ გადავწევთ. და მე რა თქმა უნდა, ამ შიდა მხარესაც დავლუქავთ, შეფუთავთ, ამასაც შევფუთავთ და დავიწყებთ შეღებებს, მოკლედ დავიწყებ შეღებას და მე რა თქმა უნდა საბოლოო შედეგსაც განახებთ, ხა უკვე ვეღარ გადავიღებ, მოკეთ საქმე შინა ჩავერთო. ბამპერზეც რა თქმა უნდა კონტროლკას მივცემ კიდევ ერთხელ წებოს და გავყვები ყველაფერს როგორც წესია, მოკლედ ამაზე რა თქმა უნდა აქ გადავალთ ესე გრუნტით პერეხოდით რო სხვაობა არ მოგწეს, როგორც აწესი. მოკლედ დავიწყებთ ამ ყველაფრის გაკეთებას და მე უკვე საბოლოო შედეგს რა თქმა უნდა გადავიღებ და განახებთ ჩემო მეგობრებო. მეგობრებო, დასრულდა. დავასრულეთ ესლა. გადაკერებული ადგილები აქ იყო. როგორც ხედავ, იდეალურად გამოვიდა, არც არაფერი ეთყობა, სად რა ქონდა გადაკერებული. შტამპოვკებიც აი ესე დავადეთ ქარხნულად. როგორც უნდა კონდეს. კრილოს ადგილიც აი ესე იდეალურად. ნუ ეს შიგნით როგორც გითხარით, ესაც შიგნით დავავაბანეთ თავის ფერში, აი ესე მოხსნე ამასაც განახებ. და დაგვრჩა ხოლმე ხაჭყობა ამაზე როგორ თქვი ამ წერტილზე ეს უკვე ცივად. გადასვლის ადგილი აი იქ იდეალურად როგორც ხედავთ წვეტა საღებავის იქ არის და მე უკვე გადაშლილი გაქვს უკვე ბინდერით რომ ფერი იდეალურად დამჯდარიყო ყველაფერი გვაქვს იდეალურად ეს კარებიც იდეალურად ამ ყველაფერს ჩვენ გავაშრობთ და ხვალე უკვე ჩვენი გიორგა აგვიწყობს ამ ყველაფერს ჩვენი შაღულა მოკლედ ამ ყველაფერს დახატავს და მე საბოლოოდ რა თქმა უნდა აწყობილ ვერსიასაც გადავიღებ და ამ ყველაფერს განახტ. ეს ბამპერით იდეალურად მოკლედ განაკეთები იყო აქეთ ამ მხარე. ჩვენ ამ ახალამ რაც გააკეთა, აი იდეალურად რა. მოკლედ ესე. დანარჩენს უკვე გიორო აგვიწყობს, დანარჩენზე უკვე გიოსთან ერთად გადავიღებთ, განახებთ. ეს კრილოც გახსოვთ, მდგომარეობა იდეალურად ანტი ყველაფერი ფორმა თავის იდეალურად. მოკლედ სამღერო სამუშაოები დამთავრდა მანქანაზე და დარჩა მხოლოდ აწყობა. აწყობილსაც რა თქმა უნდა გადავიღებ და მაგასაც განახებთ. რაც შეეხება ჩვენ სამღეროს უკვე ფილტრებს დაერხა. სავარაუდოდ ფილტრების შეცვლაც უკვე გვიწევს, ფილტრები შეძენილი გვაქვს და ამ ყველაფერსაც ფაქტიურად განვაახლებთ. და შეუდგებით ისევ ჩვენ სამუშაოს. მადლობა ვინც უყურებთ ჩემ YouTube არხს და ლაიქეთ, გამოიწერეთ მეგობრებო. მოკლედ მომავალ შეხვედრამდე. გათამაშებაც მიდის სოკარში. თუ შეგიძლიათ გადახვიდეთ
სოკარის გვერდზე დაალაიქოთ ჩემი გვერდი, ჩემი გამომწერები ვინც ხართ, ვისაც მოსწონს ჩემი სამუშაო, რასაც ვასრულებ, რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ვიღებ და განახებთ. ძალიან დიდი მოხარულე ვიქნები, რომ მოკლედ ხარჯს დამიჭერთ. მადლობა ყველას. და შემდეგი ეტაპი უკვე იქნებს წყობს ამ ყველაფერს. რო აწყობს, მერე დანარჩენსაც გადავიღებ, განახებთ. ეხლა აქ უკვე საშინაც ხელა. ავალ აქედან, მოკლედ და დანარჩენს უკვე ეტაპობრივად გადავიღებ, განახებთ, როგორ მივიწევი წინ. მადლობა ჩემო მეგობრებო. უბრალოდ ერთი თხოვნა მაქვს, ვინც დაალაიქებს მაგ გვერდს, სოკარის გვერდს შეიძლება გადახვიდეთ, მოკლედ ვინც დაალაიქებს, უბრალოდ ქვემოთ კომენტარში თუ დააწერთ რომ YouTube-ი, მივხვდები რომ YouTube-ი ნახა, ვინც უყურებს ჩემ YouTube-ს, ანუ იქიდან ხართ. ძალიან დიდი მოხარულე ვიქნები. მოკლედ მომავალ შეხვედრამდე, დროებით ჩემო მეგობრებო. მადლობა ყველას. კიდევ ერთხელ. აქ ესე იგი მეგობრებო, დავასრულეთ Tesla აიწყო. რაღაც წვრილმანი დარჩა ჩვენ გიორგას დასამთავრებლად. ეს უკანა მხარე როგორც ხედავთ. სტოპები, ბამპერი, დასბორა, აქეთა მხარე დარჩა. დანარჩენი ყველაფერი აწყო. ეს კრილოც გამოვიდა იდეალურად, ესაც აქ როგორც ვთქვით, აქ ეს ცივად გასწორდება ეს ადგილი. იმიტომ რომ საპერეხო ადგილი აღარ რჩებოდა ეგ რომ დაგემუშავებინა. ფაქტობრივად აქამდე მოვიდოდა და ნუ აღარ გაურისკეთ, მოკლედ ცივად გასწორდება ეგ ადგილი, შპაკლის აღარ დაედება. დანარჩენი გამოვიდა იდეალურად. ამასაც ჩასვავენ მეშუშეები. რავი, აქაც იდეალურად მოხდით, როგორც ხედავთ ფერში, როგორც კი აქეთკენ არც შეუღებეთ, ჩვენ არც დავაპერეხოდეთ, როგორც ხედავთ ტონალობაში ძალიან რომ დაუკვირდეთ, ფაქტიურად არც ჩანს, მაგრამ რავი, ესეთი კუთხე თუ დავიჭირეთ, ანუ აი ესე თამაშობს, მოკლედ კუთხეა რა, ანუ როგორც კარი, აი ესე ერთმანეთს არ უყურებს, ესე რომ უყურებდეს ერთმანეთს, ანუ სხვაობას გვანახებდა ამას ყველაფერს. იქიდან გამომდინარე რომ არ დგას ეგრე, მაგიტომაც არ ანახებს რა. აი ახლა აქაც რო გახედავთ, ეს უკანა ფთა სხვა ფერია, ბაგაჟნიკიც სხვა ფერია, იმიტომ რომ მოხრიდან გამომდინარე ფერი თამაშობს, სულ რა თავის ქარხნული ფერი იყოს. ნუ ქარხნული ახლა ეს აქეთ მხარე შეუღებავია ეს კრილო და ესე თამაშობს, მაგიტომაც აღარ დავადეთ ხელი იქიდან მხარე, ტყილაც არ გადავედით პერეხოდი, ყველაფერი ხარჯია და მაქსიმალურ ბიუჯეტურად გავაკეთეთ და იდეალურად როგორც ხედავთ ჩემო მეგობრებო. მოკლედ დასრულდა ეს Tesla. მადლობა ვინც უყურებს ჩემ YouTube არხს და ლაიქეთ, გამოიწერეთ, მოკლედ მომავალ შეხვედრამდე და სოკარის გათამაშებაში, ვისაც არ დაგეზარებათ, მოკლედ რო გადმოხვიდეთ ჩემ გვერდზე და ლაიქოთ. და კომენტაროთ რომ YouTube-დან ვარ, თქვენ დიდი მადლობელი ვარ, მოკლედ და უფრო საინტერესო ვიდეოებსაც გადავიღებთ, განახებთ. მოკლედ მომავალ შეხვედრამდე ჩემო მეგობრებო, მე ახლა მომავალში მოკლედ ეს 60 ყავს, რომელიც ბამპერზე დავაპრობლემეთ, განახებთ მაგასაც. ანუ ეს ხარი აქ როგორც ხედავთ, ძველი დაზიანებული იყო, სუშპაკლით იყო გალესილი, მოკლედ ეს ხარი სულ გავასუფთავე და კრილო გახდა მოკლედ იმ მანქანაზე მოსაჭრელი. ამის დეტალებსაც მე უკვე მოიჭრება კრილო და რა როგორ იქნება მანქანასაც გადავიღეთ, რომ ზედმე უნდა დავამაგროთ ეს ბამპერი, რომ გავაყოლოთ, რომ ზედმე მიარგონ უკვე ის ახალი კრილო რა. და რა თქმა უნდა, ამასაც მე უკვე ჩავაგდებ, განახებთ. რა გამოვა ამისგან. მადლობა ჩემო მეგობრებო, ვინც უყურებს ჩემ YouTube არხს. მომავალ შეხვედრამდე. მოკლედ ესე მეგობრებო, დასრულდა რა ეს ჩვენი Tesla გიოს დაამთავრებს. ეს ქვედა რაღაცა ვიღა დარჩა რა, დასამაგრებელი, ამ ყველაფერს დაამაგრებ და გავატანთ ფლობელს. აქეთ ამ ხარი პარკინგს არ ვაყენებთ, რომ თვითონ გთხოვ რა პარკინგი აქვს საშუალო დასაყენებელი, მე ვეღარ მიუდგება ამასაც დააბაბანებს. მოკლედ და აწყობს ამ ყველაფერს რა. მოკლედ კიდევ ერთხელ რო გადახვიდეთ ჩემ სოკარის გვერდზე. და ლაიქოთ, გამოიწეროთ და მეც მეგობრებო უფრო საინტერესო ვიდეოს და კონტენტებს შემოგთავაზებ და რავი, მადლობელი ვარ. თუ იზოთ მაგრამ ეს რა ვიცი ჩემო მხრიდან ყველაზე დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.